დავიწყოთ პირველ რიგში სწორედ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის განკუთვნილი შენობით 2023 წლის ბოლო იყო, როდესაც გადაწყვიტეს კაციტაძის უწყებისთვის ახალი შენობა აეშენებინათ აღმაშენებლის ხეივანზე და ამისთვის გამოიყო თითქმის 18 მილიონი ლარი. ამ დროისთვის 7 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე დახარჯულია, თუმცა აღმაშენებლის ხეივანზე ახლა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობის, ფუნქციური შენობის ნაცვლად დაგხვდებათ მხოლოდ კარკასი, რომლის მშენებლობის პროცესიც კი ამ დროისთვის არის გაჩერებული. იმ ფონზე, როდესაც საერთოდ სპეციალური საგამოძიებო სამსახური გააუქმა ქართულმა ოცნებამ, ბუნებრივია ახლა უნდა უპოვონ ამ კარკასს ახალი ფუნქცია და ეძებენ იმას თუ რომელ უწყებას გადაეცემა, ვინ შეიძლება აქ გააგრძელოს მუშაობა და საკითხავია დასრულდება თუ არა საერთოდ ბოლომდე პროექტი, რომელშიც 18 მილიონი უნდა დახარჯულიყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის შექმნის დღიდან დახურვის დღემდე დაახლოებით 2 წლის განმავლობაში სხვა არაერთი ფინანსური რესურსი ჩაიდო ბიუჯეტიდან, თუმცა მკვლევარები ამბობენ, რომ ისევე როგორც ეს შენობა დარჩა უფუნქციოდ, მთლიანად სპეციალური საგამოძიებო სამსახური იმყოფებოდა ზუსტად იგივე ვითარებაში და ეს არ არის ერთადერთი შენობა ასეთი თბილისის მასშტაბით არის ძალიან ბევრი. მკვლევარები მათ შორის მიაუთითებენ გულუას შენობას, გულუას ქუჩაზე არსებულ ეგრეთ წოდებულ ბიზნეს ცენტრზე, რომელიც 2017 წლიდან შენდება, მაგრამ ვერ აშენდა. ამ ხალ სამსახურს რო ემუშავა, ამისთვის შექმნეს ახალი ინფრასტრუქტურა. 19 მილიონი შენობა-ნაგებობის აშენება, დაახლოებით 400.000 რემონტები, 9 მილიონამდე ლარი დაიხარჯა ავტომობილებში, 1,119,000 ლარი დაიხარჯა სერვერების და ტექნიკის ყიდვაში და 2 წელიწად-ნახევრის თავზე ეს სამსახური გააუქმეს. 30 მილიონი დაიხარჯა, ეს შენობა-ნაგებობები არის ფაქტობრივად გამოუყენებელი, ეს თანხაც დაიხარჯა ისე, რომ საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც შეიქმნა, არანაირი სარგებელი არ მოუტანა ქართულ საზოგადოებას. არც ერთი დანაშაული არ იქნა გამოძიებული. ხელშესახები ვერაფერი ამ სამსახურმა ვერ გააკეთა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული დაიხარჯა. ეს არის სახელმწიფოს მიერ არარაციონალური ფულის ხარჯვა. ერთად გულუას ქუჩაზე შენობა-ნაგებობა, რომელშიც 12 მილიონი დაიხარჯა, 2017 წელს დაიწყო კვირიკაშვილმა ამის მშენებლობა, 2025 წელია და ჯერ მხოლოდ კარკასი დგას. 12 მილიონი დახარჯულია და ეხლა ერთი უწყებიდან მეორე უწყებას გადასცა რაღაც ეროვნულმა ბანკმა იყიდა მთავრობისგან 28 მილიონად და ამდენი წლის განმავლობაში არ აშენებულა იქ არაფერი არ გაკეთებულა. ყველა პრემიერ-მინისტრი რამდენიც მოდიოდა, ყველა სხვადასხვა გეგმები ჰქონდა, ზოგს ეკონომიკის სამინისტრო გადაქონდა, ზოგს ეკონომიკის სამინისტროს სიპები გადაქონდა. ჯერ კიდევ კვირიკაშვილის პრემიერობიდან მოყოლებული უფუნქციოდ არის შენობა გულუას ქუჩაზე. ახლა ეს არის მხოლოდ კარკასი, რამდენიმე სართულიანი და 2017 წლიდან ოცნების პრემიერების მხრიდან ფაქტობრივად ყოველი მომდევნო გადაადგილების შემდეგ დგებოდა ახალი პროექტი, ისახებოდა ახალი გეგმა თუ რომელ უწყებას უნდა ემუშავა ეგრეთ წოდებულ ბიზნეს ცენტრში, ორთაჭალაში, 9 მილიონი დაიხარჯა მხოლოდ მშენებლობაში, 3 მილიონი უკვე დამატებით პროექტირებაში და სხვადასხვა პროექტის შედგენაში პრემიერების შეცვლის თან როგორც ხდებოდა პრემიერების შეცვლა, მაშინ იცვლებოდა პროექტიც, თუმცა ეს შენობაც არ არის დასრულებული. ოპოზიციისთვისაც და მკვლევარებისთვისაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თუ ბიზნეს ცენტრის მაგალითები არის ნათელი დადასტურება იმის თუ როგორ ეპყრობა ქართული ოცნება სახელმწიფო ბიუჯეტს და ისინი ღიად ამბობენ, რომ სწორედ ეს არის ბიუჯეტის ფლანგვა. როცა 13 წელია ხელისუფლებაში ხარ და ელემენტარული ხედვა არ გაგაჩნია იმისა, როგორ უნდა განვითარდეს სისტემა და რა უნდა მოხდეს და როგორ უნდა მოხდეს საბიუჯეტო რესურსების შესაბამისად განკარგვა, შედეგი დგება სწორედ ასეთი, რომ ხდება შენობებისთვის თანხის გამოყოფა, ხდება ამ შენობების გარემონტება, შემდეგ უწყებების გაერთიანება ხდება და ოპტიმიზაცია, შემდეგ ახალი უწყებების გაჩენა ხდება და ამ ძველი უწყებების გაყოფა და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული იმასთან, რომ ერთადერთი მიზანი არსებობს. დღეს ეს არის არა საქართველოს და ქართველი ხალხის კეთილდღეობა, არამედ
ხელისუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად და ნივანიშვილს ერთადერთი მისწრაფება აქვს, თავად იყოს ფუფუნებაში, თავად მისი გარემოცვა იყოს ბედნიერი და გალაღებული და არჩენი ახლა საქართველოს სახელმწიფო ინტერესები, მოქალაქეები და მათი ფული, ის ფიქრობს, რომ მისი ჯიბის ფულია და შესაბამისად თუ რამეს ააშენებენ და მიატოვებენ, იმასაც იმიტომ აშენებენ, რომ მე იქაც ფული იშოვონ. თორსული მშენებლობის ნათელი მაგალითი შეგიძლიათ რომ ნახოთ ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონზე, რომელიც გაბერანებულია მიუხედავად იმისა, რომ 20 მილიონი დაიხარჯა იქ. დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა უწყებისთვის აშენებული და შემდეგ უფუნქციოდ დარჩენილი ან მშენებლობაში შუაგზაში მიტოვებული შენობები არის ძალიან ბევრი. შეიძლება ითქვას, რომ იგივე პრაქტიკა მოქმედებს რეგიონებში, სადაც მაგალითად შეიძლება ხარაგაულის გახსენება, სადაც ააშენეს ამფითეატრი, თითქმის 9 მილიონი დაიხარჯა ამ ყველაფერში, თუმცა იქ ერთი ღონისძიებაც კი არ გამართულა.